ორსულობა 25 წლის შემდეგ. ადრე ასეთ ორსულს სამშობიაროში ცოტა შეურაცხყოფილ დიაგნოზს, გვიან მშობიარეს დაუსვამდნენ და შესაძლოა საკეის რკვეთაზეც კი კაუშვებდნენ. ახლა საქმე სხვანაირადაა. დღეს ქალები ორსულობას აჭიანურებენ, უბრალოდ რომ საკუთარ თავზე იცხოვრონ, იმოგზავრონ, კარიერაში რაღაც წარმატებებს მიაღწიონ. და 25 წლისთვის მათ უკვე ბევრი რამ აქვთ ნანახი, აქვთ ფინანსური შესაძლებლობები, რომ ორსულობისა და მშობიარობისთვის ხარისხიანად მოემზადონ, უფრო გააზრებულად უდგებიან ჩასახვას ორსულობასა და დედობას. ამიტომ ერთი მხრივ ასეთი ორსულობები შეიძლება უფრო ჯანმრთელიც კი იყოს, ვიდრე ისინი, რომლებიც უფრო ადრეულ ასაკში დგება. მეორე მხრივ კი ბიოლოგიური საათი მაინც ტიკტიკებს და ასაკთან ერთად კვერცხუჯრედების ხარისხი იკლებს. და თუნდაც ქალი ძალიან ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევდეს, მას და მის კვერცხუჯრედებს მაინც აგრძელებს ზემოქმედებას გარემოს მავნე ფაქტორები. ამიტომ, თუნდაც ორსულობისთვის ხარისხიანად მომზადების შემთხვევაში, 25 წლის შემდეგ სასურველია ჩატარდეს არაინვაზიური პრენატალური ტესტი გენეტიკური გადახრების გამოსავლენად. მაგრამ არა ის, რომელსაც სკრინინგის დროს იღებენ, არამედ ცალკე გაფართოებული ანალიზი. მოსკოვში ეს ანალიზი შეიძლება უფასოდ გაკეთდეს სავალდებულო სამედიცინო დაზღვევით, მაგრამ მხოლოდ მაშინ, თუ არსებობს შესაბამისი ჩვენება. ასევე ენერგიის საჭირო დონის შესანარჩუნებლად 25 წლის შემდეგ ცხოვრების წესს, კვებას, ძილსა და ფიზიკურ აქტივობას უფრო ყურადღებით უნდა მიაქციოთ ყურადღება.